ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Motorola, რომელიც ერთ დროს მობილური ტელეფონების და პეიჯერების ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი იყო და მოგვიანებით სრული კრახი განიცადა და ეს ბიზნესი ჩინურ Lenovo-ს მიყიდა, ბოლო წლებში სატელეკომუნიკაციო ბიზნესზე კონცენტრირდება. აი სწორედ ამ ბიზნესს უკავშირდება უახლესი გარიგება, რომლის ფარგლებში რადიოგადამცემების და რაციების მწარმოებელი Silvus Technologies-ის სანაცვლოდ Motorola $4.5 მილიარდ გადაიხდის. გარიგება წესით დარიგეთ მიმდინარე კვირაში უნდა დასრულდეს. ამერიკული Silvus-ი, რომელსაც კერძო კაპიტლის კომპანია TJC ფლობს, ერთ-ერთი ის აქტივია, რომლის გაყიდვას კომპანია დიდი ხანია გეგმავს. გაყიდვის ალტერნატივად კომპანია აქციების საჯარო განთავსებას განიხილავს, მაგრამ ეს პროცესი მოგხსენებად გაცილებით კომპლექსურია და თან დროში იწელება. Motorola-სთვის კი Silvus-ის შეძენა რიგით მეორე უდიდესი გარიგება იქნება ისტორიაში, არა და ამერიკული კომპანია სწორედ შედარებით მცირე ზომის კომპანიების შესყიდვითაა ცნობილი. ბოლო 10 წლეულში Motorola-მ 40-მდე კომპანია შეიძინა. აქვე ორი სიტყვა ვთქვა Silvus Technologies-ზე, რომელიც რაციებს და რადიოგადამცემ სადგურებს აწარმოებს, რომელთაც უმეტესად ჯარი და საპოლიციო ძალები იყენებენ, თანაც ისეთ გარემოში, სადაც ტრადიციული სატელეკომუნიკაციო საშუალებები უბრალოდ არ ფუნქციონირებს. გლობალურად მზარდი გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე Silvus-ის პროდუქტებზე მოთხოვნა იზრდება, რაც კომპანიისთვის მეტ შემოსავალს ნიშნავს და Motorola სავარაუდოდ პირველ რიგში სწორედ ამით დაინტერესდა ამ კომპანიის ჭრილში. ჯარი და პოლიცია არც Motorola-სთვისაა უცხო, რადგან ეს და სხვა სახელმწიფო უწყებები კომპანიის დიდი დამკვეთები არიან. Motorola-ს საბაზრო კაპიტალიზაცია დღეს დაახლოებით $71 მილიარდი, რაც 2024 წლის პიკური მაჩვენებლის შემდეგ 16%-აა შემცირებული. 5 წლიან პერიოდში Motorola-ს მაინც კარგი შედეგი აქვს, რადგან კომპანიის შეფასება 215%-აა გაზრდილი. გასულ წელს ამერიკულმა კომპანიამ $11 მილიარდი შემოსავალი და $3 მილიარდი წმინდა მოგება მიიღო.